გამარჯობა, ეს ბიზნეს პარტნიორია თქვენ საქართველოს პირველ არხს უყურებთ. TBC კაპიტალის შეფასებით ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები გაუმჯობეს და დადებითი დინამიკა ნარჩუნდება ფულადი გზავნილების მიმართულებითაც. მთლიანობაში ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 12%-ით გაიზარდა, ამასთან ტურიზმიდან შემოსავლების წლიურ მომატებამ მეორე კვარტალში 5% შეადგინა, რაც პირველი კვარტლის მაჩვენებელს მცირედით აღემატება. საინვესტიციო ბანკის ანალიტიკის თანახმად ლარის გამყარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ სავალუტო შემოდინებებია. ლარის უფრო მეტად გამყარებას კი ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის აქტიური სავალუტო ინტერვენციები უშლის ხელს. როგორც ცნობილია, მარეგულირებელმა ივლისში წინა თვეებთან შედარებით უფრო მეტი დოლარი შეისყიდა. ამის ფონზე TBC კაპიტალის შეფასებით ლარი წონასწორულ დონესთან შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც უფრო მეტად არის გაუფასურებული. დღეიდან მოქალაქეები, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი 750,000-მდე სესხის აღებას მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეძლებენ. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500,000 და 750,000 ლარამდე გაიზარდა. ზღვრის აწევა დაახლოებით 1000 სესხს შეეხება, ხოლო ამ კრედიტების ჯამური მოცულობა 150 მილიონ დოლარამდეა. მარეგულირებლის განმარტებით რეგულაციის მიზანი ქვეყანაში დოლარიზაციის დონის შემცირება. ცნობისათვის ეროვნულმა ბანკმა არაჰეჯირებული სესხებისთვის ზღვარი 2024 წლის მაისში 400,000 ლარამდე, ხოლო 2025 წლის იანვარში უკვე 500,000 ლარამდე გაზარდა. ჩვენ ხედავთ, რომ ფიზიკური პირების უმეტესი, ასე ვთქვათ, ბაზარი მთლიანად, ასე ვთქვათ, ლარიზაციით არის წარმოდგენილი და დაახლოებით 20%-იან ნიშნავს ჩამოცდა დოლარში უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების წილი და ის მუდმივად თვითონ თვემდე მცირდება. რაც შეეხება კორპორატიულ და SME და კრედიტებას, იქ ჭარბობს, ასე ვთქვათ, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები, თუმცა შეიძლება 750,000 ლარიანმა ლიმიტმა იმოქმედოს და ლარიზაცია, ასე ვთქვათ, ამ ორ სეგმენტშიც ქვემოთ დაძრას. თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ახალ პროგრამას იწყებს. ინიციატივა მიზნად ისახავს მცირე მეწარმე სუბიექტების გაძლიერებას, რომელთა ბრუნვა არ აღემატება 500,000 ლარს. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნიკა, დანადგარები და ის აღჭურვილობა, რომელიც ბიზნესს მეტ ეფექტიანობას და კონკურენტუნარიანობას გაუზრდის. განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს ბენეფიციარი და როგორ შეუძლია მეწარმეს ამ პროგრამაში ჩართვა, თემას სტუმართან თბილისის მერის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსთან ვახტანგ ლომჯარიასთან ერთად გავაგრძელებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემას სტუმრობისთვის. საკმაოდ საინტერესო პროექტია, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. თავდაპირველად უფრო მეტი ინფორმაცია რომ მივაწოდოთ მაყურებელს, რას მოიცავს, ვის შეუძლია მისი სარგებლობა და მერე რა მოლოდინები გაქვს ბუნებრივია, ამაზეც ვიკითხავ. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს, მადლობა სიხდით გადაცემაში მოწვევისთვის. პროგრამით და პროექტით სარგებლობა შეუძლია თბილისში ოპერირებად ყველა ბიზნესს, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს, რომელთა ბრუნვაც არ აღემატება 9 მილიონ ლარს გასული წლის განმავლობაში და რომელსაც აქვს სურვილი გაიუმჯობესონ საწარმოო. ეს არის მთავარი შემზღუდავი, ხო, როგორც ხვდები? თბილისში უნდა იყოს ბიზნესი, აქ უნდა ოპერირებდეს და ასევე დაფუძნებული, დარეგისტრირებული უნდა იყოს 2023 წლის 1 აგვისტომდე, ანუ მინიმუმ 2 წელი უკვე უნდა ფუნქციონირებდეს და ეს არის იმ კომპანიებიც, რომლებიც უკვე არც თუ ისე დიდი ხანია, მაგრამ არსებობენ და ფუნქციონირებენ თბილისში, მაგრამ სჭირდებათ დამატებითი დახმარება იმისთვის, რომ შეიძინონ მანქანა დანადგარები, აღჭურვილობა, ტექნოლოგიები, რომლებიც მათ დაეხმარებათ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ან რაოდენობის ზრდაში, ან ხარისხობრივ გაძლიერებაში, რაც უფრო მეტ კონკურენციას გაუწევს თუნდაც იმპორტულ პროდუქციას. რა მიგაღებინათ ეს გადაწყვეტილება? ანუ ხედავდით თქვენი პროგრამების ფარგლებში, რომ ამ მიმართულებით საჭიროება იყო თუ მომართვიანობა იყო და ბიზნესის ინტერესი, რამაც გიბიძგათ, რომ ეს გადაწყვეტილება მიგიღოთ? ანუ მთავარი მიზანი, საფუძველი რა იყო? როგორც მცირე და საშუალო ბიზნესთან კომუნიკაცია, ასევე ბაზრის და არსებული ეკონომიკის ანალიზი. მცირე და საშუალო ბიზნესს ყოველთვის სჭირდება მსგავსი დახმარება
ხელისუფლებიდან და ადგილობრივი ხელისუფლება სწორედ ის რგოლია, რომელიც უპირატესად სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება. ჩვენ შემთხვევაში წელს გადავწყვიტეთ, რომ ეს დახმარება ყოფილიყო არაუმეტეს 20,000 ლარისა, თუმცა პროგრამა სავარაუდოდ გაფართოვდება მომავალი წლიდან და ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება 50,000 ლარამდეც კი გაიზარდოს ერთ ბიზნეს ერთეულზე, თუმცა წელს საპილოტე ფარგლებში მინიმუმ 15, მაგრამ ჩვენი გათვლით 25-დან 30-მდე ბიზნესს დავეხმარებით. იმისთვის რომ მათ შეიძინონ ის დანადგარები, რომელიც საკმაოდ შეიძლება ძვირი იყოს ან მათთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი, მაგრამ აუცილებლად გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს კონკრეტულ დარგებში. კი ბატონო, რამ გაძლევთ იმის საფუძველს, რომ მინიმუმ 15 და შეიძლება 30-მდე ავიდეს იმ მეწარმე სუბიექტების რაოდენობა, რომელსაც დახმარებას გაუწევთ, ანუ წინასწარი კონსულტაციები ქონდა თუ მოლოდინები რას ეფუძნება თქვენი ამ ნაწილში? წელს ბიუჯეტი იქნება 300,000 ლარამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ 20,000 ლარი რომს გავუწევთ ყველაზე 15 ბიზნესს მაინც დავამოვფიქრებთ, თუმცა არის უამრავი ბიზნესი, უამრავი ინდივიდუალური თუ ვთქვათ, უამრავი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელსაც შეიძლება სულ არ სჭირდება 20,000, მაგრამ სჭირდება 1,500, 1,800, 2,500 ლარიანი დანადგარი, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მათ შეძლონ ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. დაიწყო უკვე განაცხადების მიღება. უკვე შემოსულია თუ არა და დაუშვათ როდემდეა განაცხადების მიღება, ან რა ტიპის განაცხადია საუბარი, რა ინფორმაცია უნდა მოგაწოდონ და მე როგორ ხდება ამის გადარჩევა? მოგახსენებთ, განაცხადების მიღება გაგრძელდება 13 აგვისტოს ჩათვლით, 15 დღე გამოცხადებიდან იქნება განაცხადების მიღების პერიოდი, არის შესაბამისი განაცხადის ფორმა, რომელიც უნდა შეიცვალოს. ეს არის განთავსებული მერიის საიტზე? კი ბატონო, ეს არის განთავსებული სიახლესთან, რაც ჩვენ გამოვაცხადეთ 2 დღის წინ და კონკრეტული დოკუმენტების შემონათვალია, რომელიც უნდა მოგვაწოდონ შესაბამისმა განცხადებლებმა, რომელიც შემდეგ გადაირჩევა, წარადგინება შესაბამის კომისიას და კომისია შეაფასებს კონკრეტული კრიტერიუმებით მეორე ეტაპზე. სავარაუდოდ მოხდება რამდენიმე განცხადების დაბარება და გასაუბრებაც და რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი იქნება, რომელიც გადაწყვეტს. აი, საინტერესოა ეგ რომ მაყურებლისთვის უფრო ცხადი იყოს, ვის დაფინანსებას უზრუნველყოფთ? ყველაზე მთავარი კრიტერიუმი, რომელიც დაახლოებით 60%-ს დაიკავებს გადაწყვეტილებაში, ეს იქნება ის პროდუქტი, რომლის წარმოებაზეც არის საუბარი. რამდენად მნიშვნელოვანი არის კონკრეტული პროდუქტის წარმოების ან ხარისხის ზრდა, ამას შეაფასებს კომისია და აი რამდენიმე კრიტერიუმით, რამდენიმე კითხვით შეფასებული არის სწორედ პროდუქტი. ამის შემდეგ უკვე მოდის დაახლოებით თანაბარი 20%-იანი წილით შეფასება როგორც ადამიანური კაპიტალის, ანუ რომელი გუნდი ან რა პროფესიონალები განახორციელებენ ამა თუ იმ პროექტს და ვის სურს გაზარდოს წარმოება ან წარმოებული პროდუქციის ხარისხი, ასევე რა დანადგარს ითხოვს და რამდენად ჯდება მის საწარმოო ციკლში, რამდენად აუმჯობესებს საწარმოო პროცესს, ის შესყიდვასაც ითხოვს. ჩვენ ასეთ შემთხვევაში წელს თუ განაცხადი იქნება ჩვენს მიერ მოთხოვნილი თანხა არაუმეტეს 5,000 ლარისა, დავაფინანსებთ დანადგარის ტექნოლოგიის ან აღჭურვილობის 90%-ს, მხოლოდ 10% იქნება განცხადებლის გადასახდელი. ხოლო თუ კი საუბარი იქნება 5,001-დან 20,000 ლარამდე, ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავაფინანსებთ 85%-ს მოთხოვნილი თანხის, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან ბევრ ბიზნესს დაეხმარება, რომ ჩაანაცვლონ იმპორტირებული პროდუქციის ნაწილი, შეძლონ მათ მიერ შექმნილი პროდუქციის მაგალითად დამუშავების გაუმჯობესება. თუ გაქვთ განსაზღვრული, დაუშვათ რომელ სფეროებს ან მიმართულებას შეიძლება ეკუთვნოდეთ, ანუ ვინც განაცხადის გაკეთებას მოახდენს, მე ვიცნობ მაგალითად სამკერვალოებს, საქართველოში ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებულია ეს მიმართულება, რომელთაც პირობითად შეიძლება დაჭირდეთ ესა თუ ის დანადგარი, რომლის შეძენაც დაუშვათ ამ თანხებში რეალურად იქნება შესაძლებელი, მაგრამ თქვენ თუ გაქვთ განსაზღვრული პრიორიტეტები, რომელ პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეიძლება რომ დაუშვათ გასცეთ ეს თანხა? ეს იქნება წარმოების ყველა მიმართულება, მთავარია იყოს წარმოება, გამომიჯნოთ ერთმანეთისგან მომსახურება და წარმოება, მაგრამ წარმოების არც ერთი მიმართულება შეზღუდული არ გვაქვს. სარესტორნო ბიზნესი, სამასპინძელ სექტორი ამ სეგმენტით ვერ ის ამ პროგრამით ვერ ის. მომსახურებას თუ გულისხმობს, მომსახურება ნაკლებად, მაგრამ რაც შეეხება წარმოებას, ეს იქნება სერიული წარმოება თუ რაღაც გარკვეული, ვთქვათ, არტიზანული ტიპის წარმოებები, აი აქ რაც სჭირდება ბიზნესს, ყველა მზად ვართ რომ დავაფინანსოთ ყველა მანქანა დანადგარი თუ აღჭურვილობა, თუნდაც ხელსაწყოების ჯგუფი და ჩამონათვალი,
რომელიც სჭირდება ბიზნესს. კი ბატონო. სხვა და რამდენი მიმართულებით ახორციელებთ, რადგან სწორედ ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელების ანდებით მხარდამჭერ პროექტებს, ამიტომ საინტერესოა 2025 წლის განმავლობაში სხვა რა ტიპის მხარდამჭერი მექანიზმები და პროგრამები გაქვთ ბიზნესისთვის და რეალურად რა არის მთავარი განმაპირობებელი, როდესაც იღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს პროგრამა ავრჩიეთ და არა ეს. პირობითად იმისთვის, რომ მაყურებელს უფრო კარგად შეექმნას წარმოდგენა, რომ დიახ ობიექტურ რეალობაზე დაფუძნებულად იღებთ ამ გადაწყვეტილებებს და არა უბრალოდ რაღაც კონკრეტული თქვენი პირადი გადაწყვეტილებები. ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ბიზნესთან კონსულტაციის შედეგად იკვეთებოდა სწორედ მსგავსი დაფინანსების მიმართულებით ინტერესი, მათთან კონსულტაციით იკვეთებოდა, რომ სწორედ მანქანა დანადგარები, რომელიც მათ პროდუქციას უფრო მეტად სრულყოფდა, უფრო მეტად იქნებოდა დამუშავებული თუნდაც ხე, ტყავი, თუ ტანსაცმელი თუ სხვა რაიმე სხვა ტიპის პროდუქცია, ან გადამუშავებას, დამუშავებას ეხებოდა, ამ კუთხით სჭირდებოდათ მათ დახმარება კონსულტაციის შედეგად. სწორედ ამან განაპირობა, რომ მათი და ჩვენი კონსულტაციის შედეგი არის ბიზნესისა და ადგილობრივი ხელისუფლების, რომ გადაწყდა ამ პროექტის დაწყება. რაც შეეხება სხვა პროექტებს, ჩვენ ყოველწლიურად რამდენიმეჯერ მართავთ გამოფენა-გაყიდვებს, ფესტივალებს, რომელშიც სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი არის მხარდაჭერილი და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვას ექცევა ყურადღება, ასევე მერიის სხვა სამსახურების ფარგლებში, მაგალითად სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის ფარგლებშიც არის როგორც ისწავლე და დასაქმდი, რომელშიც 70-მდე პროფესია, 10-ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს აფინანსებს სწორედ პროფესიული სასწავლებლების სასწავლო კურსების დაფინანსების მიმართულებით და 10,000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით, რომელთა უმრავლესობა 70%-მდე დასაქმებული არის დღეს და ამას გარდა ასევე არის სხვა საგრანტო პროგრამებიც, საგრანტო არასწორი ტერმინი არის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამებიც, რომელიც თუნდაც ეხება სოციალურ საწარმოებს და ახალგაზრდულ სოციალურ საწარმოებს. თუმცა ჩვენი პროგრამაც მათ შორის სოციალურ საწარმოებსაც დაეხმარება სუბსიდიის სახით, როგორც თქვით, 90%-მდეც კი შეიძლება იყოს დაფინანსება და ძალიან ბევრ ბიზნესს არ ჭირდება დიდი თანხები, ზოგისთვის საკმაოდ მცირე თანხებით საკმარისია იმისთვის, რომ მათ შეძლონ ბევრად უფრო სხვა საფეხურზე თავიანთი წარმოებული პროდუქციის აყვანა და ბევრად უფრო სერიოზული კონკურენციის გაწევა თუნდაც იმპორტირებულ პროდუქციას ან თუნდაც ბაზრის სხვა მოთამაშეებს. თქვენ თქვით, რომ მომავალ წელს თუ ნახავთ, რომ ეს ინტერესი იყო და რეალურად ამ მიმართულებით ძალიან აქტიურები იყვნენ ჩვენი მეწარმეები, შეიძლება მომავალ წელს გაიზარდოს დაუშვათ იგივე ბიუჯეტი. რაზე დაყრდნობით შეიძლება მიიღოთ მთლიანობაში შეფასება, რომ ეს პროექტი ამ პროექტმა გაამართლა, ან ვერ გაამართლა, რომ დაუშვათ უკვე მომავალი წლისთვისაც გქონდეთ მეწარმე სუბიექტებს წარმოდგენა, რომ შეიძლება თუ არა ამ ტიპის პროექტით ისარგებლონ. მოგახსენებთ, ჩვენ დავაკვირდებით როგორც შემოსულ განაცხადებს და განაცხადებს, რომლებიც დავაფინანსეთ, ასევე განაცხადებს, რომელსაც დაფინანსებაც ვერ შევძელით. ამას გარდა ჩვენ დავაკვირდებით თითოეულ დაფინანსებულ აპლიკაციას, თითოეულ დაფინანსებულ კომპანიას თუ ფიზიკურ პირს და მათგან პერიოდულად, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ ანგარიშებს, ასევე ჩვენც ვეწვევით საწარმოო ადგილზე, ვნახავთ მათ მიერ გაუმჯობესებულ წარმოებას და აი კონკრეტული ხელშესახების შედეგები, რომელიც ან იქნება წარმატებული, ან შედარებით ნაკლებად წარმატებული, გადაწყვეტს იმას გაფართოვდება პროგრამა თუ არა. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან მოთხოვნადი მიმართულება, ძალიან მოთხოვნადი ინიციატივა, რომელიც დიდ მხარდაჭერას დაიმსახურებს როგორც ადგილობრივი ბიზნესისგან, ასევე თავად უკვე ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. და რადგან მცირე და საშუალო ბიზნესია საუბარი, მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობენ პერიოდულად, ეს იქნება დაუშვათ ცენტრალური ბიუჯეტიდან ესა თუ ის პროგრამა თუ დაუშვათ რომელიმე საგრანტო. თან იმ შემთხვევაში თუ პირობითად ესა თუ ის კონკრეტული მეწარმე სუბიექტი სხვა პროგრამით უკვე სარგებლობს, ასეთ შემთხვევაში დაუშვათ მერიის ამ პროგრამით სარგებლობა შეიძლება თუ არა. ჩვენ არ ვზღუდავთ, ჩვენ ასეთი შეზღუდვა არ შემოგვიღია, თუმცა ჯამურად შევაფასებთ მთლიან გარემოებას, რაც კონკრეტული ბიზნესის ირგვლივ ხდება. აპლიკაცია, განაცხადი, რომლის ფორმატს უკვე განთავსებულია ვებგვერდზე, რომელიც უნდა შეივსოს ბიზნესების მიერ, გასცემს ძალიან ბევრ კითხვას პასუხს და ის, რომ სადმე რაიმე დახმარება მიიღეს, ეს აპირიქით შეიძლება ჩვენი დახმარება კიდევ უფრო შემსები იყოს იმ არსებული გარემოსი, რაც ბიზნესში არის და რაც მათ განვითარებაში ხელს შეუწყობს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო
მოსაუბრისთვის წარმატებებს გისურვებთ თქვენც და ყველა იმ მეწარმე სუბიექტსაც, რომელიც აი ამ თქვენი პროგრამით სარგებლობას გადაწყვეტს. ვახტანგ ლობჯარია იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის დაბალი სიჩქარე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით საქართველოში ჩამოტვირთვისთვის სიჩქარის მედიანური მაჩვენებელი 2024 წლის ივლისის მდგომარეობით დაახლოებით 20 მეგაბიტ წამი იყო, მაშინ როდესაც ევროკავშირის ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებელი 150 მეგაბიტ წამს უტოლდებოდა. გარდა ამისა, საქართველოსთვის სიჩქარის ტესტის შედეგების 93%-მა 30 მეგაბიტ წამზე დაბალი სიჩქარე აჩვენა, მაშინ როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი ქვეყნებისთვის გაცილებით მაღალია. მსოფლიო ბანკის სპეციალისტების შეფასებით პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, რასაც საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში Open-net-ის მიერ აშენებული ოპტიკურ ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ზონებში ინტერნეტის სიჩქარეების ზრდის ტენდენცია მოწმობს. ისთვის რომ მთლიანობაში ქვეყანას ის ლიდერი პოზიცია შეუნარჩუნდეს და გაძლიერდეს, რომელიც გვინდა რომ კონდეს ციფრულში, მნიშვნელოვანია რომ მათ შორის რეგიონალურ ნაწილში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდება იყოს მოწოდების სიმაღლეზე და მნიშვნელოვანია რომ ის ასე ვთქვათ შედეგები, რომელიც მსოფლიო ბანკის კვლევამ არჩვენა და ასახა ძალიან კარგად ეხმიანება იმას, რასაც საუბრობს კომისია წლებია, რომ ინტერნეტის ხელმისაწვდომობას აქვს საკმაოდ დიდი გამოწვევები, განსაკუთრებით მაღალსიჩქარიან ინტერნეტს. საქართველოს მასშტაბით ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხარისხი წინა წელთან შედარებით საშუალოდ დაახლოებით 10%-ით, ხოლო მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხარისხი 25%-ით გაიზარდა. ის ტერიტორიები, სადაც ჩვენ Open-net-ის ქსელი გავიყვანეთ, როგორც წესი, ყველაზე ნაკლებად დაკავშირებული და ცუდი მაჩვენებლების მქონე რეგიონებია. თუმცა Open-net-ის ქსელთან დაკავშირების შემდეგ მობილური ინტერნეტის ჩამოტვირთვის სიჩქარე 100%-ით, ხოლო ფიქსირებული ინტერნეტის ჩამოტვირთვის სიჩქარე 60-70%-ით გაიზარდა. რა თქმა უნდა, ეს რეგიონების და სოფლების მიხედვით განსხვავდება. მობილური ინტერნეტის განვითარებამ საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის განვითარებას გაუსწრო. ჩვენ კი ვიცით, რომ ფიქსირებული ინტერნეტის განვითარებით ადამიანებისთვის სოციალური სარგებელი უფრო მაღალია, ვიდრე მობილური ინტერნეტის შემთხვევაში. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის სიჩქარისა და ხარისხის ზრდის ტემპი იმატებს, ის მაინც ჩამოუვარდება სომხეთს, აზერბაიჯანსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენ შევისწავლეთ. შეგვიძლია თქვათ, რომ საქართველოში უკვე დაგეგმილი გვაქვს ჩვენი ქსელი როგორ დაშენდება Open-net-ის ქსელზე და მთელი დასავლეთ საქართველო იქნება დაფარული უკვე ბოლო მომხმარებლამდე მისული სიკეთეების ჩათვლით. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს ძალიან მაღალ სიჩქარეს, ეს გულისხმობს პირველ რიგში ასევე იმას, რომ აღარ იქნება, ასე ვთქვათ, წვეტები, აღარ იქნება ხარვეზები, ანუ ასე ვთქვათ, რადიკალურად შეიცვლება ინტერნეტი დასავლეთ საქართველოში. რაც შეეხება მეორე ეტაპს, აქ ვფიქრობ, რომ თბილისთან დაკავშირების მერე უკვე სხვა მოცემულობები გაჩნდება. ამიტომ კიდევ ერთხელ გამოვდებით და ვიტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეს პროექტი ჩვენთვის. სასტუმრობის მომსახურების ფასები ივლისში უცვლელია. PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით სექტორში ფასები საოჯახო სასტუმრობის მომსახურების გაძვირებითა და მაღალი კლასის სასტუმრობის გაიაფებით დაკომპენსირდა. რაც შეეხება ივნისთან შედარებით, მომსახურება გაძვირებულია, ყველაზე მაღალი ზრდა გურიასა და აჭარაშია. შემდეგ პოზიციაზე კი თბილისი მოხვდა. ივლისში ოთახის საშუალო ფასი 116 ლარიდან 517 ლარამდე მერყეობდა. ზაფხულის სეზონი დედაქალაქში მოქმედ აუზებს ტრადიციულად განსაკუთრებული დატვირთვით ხდება. მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია, თუმცა სექტორს კვლავ არაერთი გამოწვევის გადალახვა უწევს. მათ შორისაა ივნისში დაფიქსირებული უამინდობა და კვალიფიციური მაშველების დეფიციტით. მიუხედავად ამისა, აუზების მფლობელები აგვისტოს თვესაც აქტიური სეზონის რეჟიმში ხვდებიან და მომხმარებელთა ნაკადის შენარჩუნებას ელოდებიან. შარშანდელთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობა რა თქმა უნდა გაზრდილია, სადღაც 30%-ამდე გაიზარდა. ეს ალბათ დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენი ლოიალურობაც გაიზარდა და უფრო მეტ შესაძლებლობას ვაძლევთ მომხმარებელს. რა თქმა უნდა, შაბათ-კვირა ყოველთვის მეტად დატვირთულია, თუმცა ვერ ვიტყოდი შუაკვირაზეც, აი ახლაც რო გაიხედოთ, უამრავი ადამიანი სარგებლობს აკვაპარკით დღეს. ჩვენთვის გამოწვევა მაინც ალბათ უფრო არის შემდეგი პერიოდი, ზაფხულის შემდეგი პერიოდი, რადგან ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი მომხმარებლები და მარტო ამინზე არ ვიყოთ დამოკიდებული. წლევანდელი სეზონი ძალიან დატვირთულია, ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს წინა წლებთან შედარებით. ანუ ესე რომ ვქრათ, ორჯერ მეტად უფრო გაზრდილი არის მომხმარებლების რაოდენობა. იმას თუ არ ჩავთვითლობთ, რომ ივნისის თვეში
ამინდებიდან გამომდინარე ცოტა ხალხის ნაკადის შემცირება იყო. ივლისის დღეებში ორშაბათიდან პარასკევით ჩათვლით ძირითადად სულ დატვირთული არის აუზი, მაგრამ შაბათ-კვირას ყოველთვის არის ხოლმე გადავსება. აგვისტოს თვეში მაინც ძირითადად თბილისიდან ხალხი დასასვენებლად გადის და იმდენად დიდი რაოდენობა არ იქნება. საქართველოში თევზის წარმოების შემცირებას დარგის ექსპერტები ახალ რეგულაციებს უკავშირებენ. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით გასულ წელს ქვეყანამ 17 ტონით ნაკლები თევზი აწარმოა, ვიდრე 2023 წელს. მთლიანობაში ბოლო 4 წელიწადში თევზის წარმოების კლებაა, თუმცა ამის პარალელურად ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ქართულ თევზზე დღით-დღე იზრდება. რა რაოდენობის თევზი აწარმოა ქვეყანამ, ბოლო მონაცემები და რამდენ მაღალი ხარისხისა ქართული წარმოების თევზ პროდუქტები, თემის დეტალებით მარი მელიქიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მაია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. საქართველოში თევზის წარმოება ზედიზედ მეოთხე წელია მცირდება. 2021 წლიდან დღემდე კლება დაახლოებით 14% შეადგენს. როგორც საქსტატის აკვაკულტურის სექტორის ყოველწლიურ ანგარიში ვკითხულობთ, გასულ წელს საქართველოში 2452 ტონა თევზი აწარმოეს, რაც 17 ტონით ჩამორჩება 2023 წლის მონაცემს. წარმოების კლების მთავარ მიზეზად დარგის ექსპერტები ახალ რეგულაციებს ასახელებენ, რომელსაც აკვაკულტურის შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს და რომელიც თავის მხრივ 2023 წლის მარტიდან ამოქმედდა. კანონის მიხედვით აკვაკულტურის წარმოებისთვის აუცილებელია გარკვეული ნებართვებისა და ლიცენზიების აღება და სწორედ მათ საფუძველზე საქმიანობის განხორციელება. ექსპერტები ფიქრობენ, რომ იმ წარმოებებმა, რომელთათვისაც ძირითადი საქმიანობა არ იყო ეს საქმე, ნებართვები არ აიღეს და შესაბამისად თევზის წარმოება შეაჩერეს, რაც აისახა კიდეც სტატისტიკურ მაჩვენებლებში. თუმცა მიუხედავად ამისა, სექტორში პროგნოზირებენ, რომ მომდევნო წლებში ქვეყანაში თევზის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზრდება, რასაც თავის მხრივ ხელშეუწყობს საქართველოს აკვაკულტურის 2024-2028 წლების ეროვნული სტრატეგია. სტრატეგიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში აკვაკულტურის პროდუქტების წარმოების სულ მცირე 5-ჯერ გაზრდა, რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით თევზი იწარმოება. გასულ წელს ყველაზე მეტი თევზი, ანუ დაახლოებით 1000 ტონამდე კვლავ კახეთში აწარმოეს, მეორე ადგილზეა შიდა ქართლი, მესამე ადგილს კი გურია იკავებს. უნდა ითქვას, რომ წინა წელთან შედარებით თევზის წარმოება ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაიზარდა, შიდა ქართლში კი ყველაზე მეტად შემცირდა. აღნიშნული დინამიკა, სადაც მაგალითად გასულ წელთან შედარებით მცირედი კლება შეინიშნება წარმოებაში, შესაძლებელია დაუკავშიროთ სამართლებრივი ჩავრჩოს ნაწილს და იმ რეგულაციების ძალაში შესვლას, რომელიც კანონით არის განსაზღვრული. ეს დაკავშირებულია რეგისტრაციის, აკვაკულტურის ობიექტების რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და ნებართვების საკითხებთან, მაგრამ მთლიანობაში ვფიქრობთ, რომ ადაპტირებადია წარმოება იმ რეგულაციებთან მიმართებაში, რომელიც კანონით არის განსაზღვრული და ამან მნიშვნელოვნად არ უნდა დაარტყას წარმოების ნაწილის ზრდას. ჩვენ ასევე როგორც იცით, შავ ზღვაში აკვაკულტურის ზონების ალოკაცია მოხდა, განსაზღვრა. შესაბამისად, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს შესაბამის საინვესტიციო ჯგუფებთან მოლაპარაკებები და ასეთი ტიპის ასე ვთქვათ, საინვესტიციო პროგრამების და მიმართულების განხორციელების შემთხვევაში უკვე მნიშვნელოვნად გვექნება შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდოს ეს მაჩვენებლები. გაიზარდა წილი იმ მეურნეობებისა, რომლის მეპატრონოები იძახიან, რომ ეს მათი ძირითადი ბიზნესია. მაგრამ მიუხედავად ამისა არსებობს არაერთი მეურნეობა, რომელიც დამხმარე მეურნეობის ფუნქციას ასრულებდა, ანუ ოჯახს ან ჯგუფს ხალხისას ქონდა სხვა ბიზნესი და ეს სანამ რეგულაციები არ შემოვიდოდა, ეს თევზის ბიზნესი იყო როგორც დამხმარე ბიზნესი. მას შემდეგ, რაც გახდა საჭირო გარკვეული რეგულაციების დაცვა, რაც საჭირო გახდა დაუშვათ რაღაც დოკუმენტების მომზადება, რაც ხარჯებთან იყო დამოკიდებული, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთმა მეურნეობებმა, ძირითადად წვრილმა მეურნეობებმა შეაჩერეს მუშაობა, იმიტომ რომ არ უღირდათ, ეს არ არის მათი ძირითადი საქმიანობა.
რაც შეეხება თევზის ფასებს საქართველოში, ასევე საქსტატის ანგარიშის თანახმად 2024 წელს ქვეყანაში თავად ფერმაში შეძენილი 1 კილოგრამი თევზის საშუალო ფასი 12 ლარი და 75 თეთრი იყო და სახეობების მიხედვით განსხვავდებოდა. მაგალითისთვის ყველაზე ძვირი ზუთხის სახეობა ღირდა და 1 კილოგრამზე 26 ლარს აღწევდა, ყველაზე იაფი კი თეთრი და ჭრელი სქელშუბლა იყო კილოგრამზე 6 ლარის ღირებულებით. შეგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ფერმაში შეძენილ თევზზე, რადგან სარეალიზაციო ქსელებში გასაყიდ თევზს სხვა ფასი აქვს. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში წარმოებული თევზი რიგ შემთხვევაში იმპორტირებულთან შედარებით ძვირი ღირს, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ამ სიძვირეს თვით ღირებულება განსაზღვრავს, რაც საკვების ფასის გამოა მაღალი, როგორც იცით, საქართველოში თევზის საკვების წარმოება თითქმის არ ხდება და ის იმპორტირებულია. რაც შეეხება მოხმარებას, დარგის წარმომადგენლების შეფასებით, ბოლო წლებში გამოიკვეთა, რომ ქართველი მომხმარებელი უპირატესობას ადგილობრივი წარმოების პროდუქტს ანიჭებს. ექსპერტები ქართული თევზის ხარისხზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ მისი მაღალი ხარისხი ლაბორატორიული კვლევებითაც დასტურდება და აქედან გამომდინარე ქართული აკვაკულტურის პროდუქცია სამომავლოდ საექსპორტო ბაზრებზეც შეძლებს გასვლას თუ მოხერხდა და მისი ფასი კონკურენტუნარიანი გახდა. ქართული თევზი არის საკმაოდ მაღალი პოტენციალის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტო ბაზარზე. მისი თქვათ სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ ტოვებთ აი ამ მოცემულობას, რომ ნამდვილად არის მაღალი პოტენციალი წარმოებაში. რა თქმა უნდა, თვითღირებულებას განსაზღვრავს ის თქვათ წარმოების პროცესში ის ოპერაციები, რომელიც არ არის იაფი, თქვათ შეიძლება იყოს თვითონ აკვაკულტურის ობიექტის მოწყობასთან, წყალსატევების მოწყობასთან, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საჭიროებებთან შესაბამისად მას შემდეგ რაც ნელ-ნელა თქვათ მასშტაბები გაიზრდება წარმოების, ამან გარკვეულწილად უნდა დააბალანსოს მათ შორის ეს ფასი. ხარისხთან მიმართებით პრობლემები არ გქონია. აქ სხვა საკითხია. საკითხი უნდა განვიხილოთ სხვა კუთხით. კონკურენტუნარიანობა თვითღირებულებიდან გამომდინარე. ანუ ჩვენ თუ საერთაშორისო ბაზარზე გავედით, უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი და ჩვენი მთელი ძალისხმევა უნდა მიდიოდეს იქეთკენ, რომ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი შევხვდეთ იმ პერიოდს, როდესაც შეგვეძლება აკვაკულტურის პროდუქცია გავიტანოთ გარეთ. ჯერჯერობით თქვენც როგორც იცით, ჩვენ შავი ზღვის თევზის გატანის უფლება გვაქვს აქ ქვეყანას, მაგრამ აკვაკულტურის პროდუქციის გატანის უფლება ჯერ არ მიგვიღია. ჩვენ საუბრის ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ საქართველოში აკვაკულტურის ყველაზე მეტი მეურნეობა, ანუ თითქმის 22% სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონშია რეგისტრირებული, მეორე ადგილზეა კახეთი, მესამეზე კი შიდა ქართლი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქვეყანაში აკვაკულტურის 90%-იანი წილი ოჯახურ მეურნეობებზე მოდის, 10% კი საწარმოებზე. ძალიან დიდი მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში. ღვინო ჩვენი კულტურა, ტრადიცია და იდენტობის ნაწილია. დღეს გიამბობთ მეღვინეობაზე, რომელიც ამ ღირებულებებს ინარჩუნებს და უძველეს ქართულ ჯიშებს ახალი სიცოცხლე შესძინა. აღდგენილია ვაზის ისეთი ჯიშები, რომლებიც თითქმის დაკარგულად მიიჩნეოდა. ახლა კი სწორედ ამ ჯიშებისგან მზადდება უნიკალური ღვინო, რომელიც საქართველოშიც იყიდება და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიც გადის ექსპორტზე. ვაზის ირგვლივ გაერთიანებულია ტურისტული სივრცე, ღვინის მუზეუმი და ენოთეკა. ვრცლად წინანდალში არსებულ მეღვინეობა შუმზე მაკა ქოჩლაძისა და ირაკლი ხიდეშელის სიუჟეტი დაგიამობთ. ყოველდღიურად აქ მოდის უამრავი ტურისტი მსოფლიოს სხვა ქვეყნიდან. მათ აქვს საშუალება გაეცნო მევენახეობრივ მეღვინეობის ისტორიას, გაეცნო ჯიშებს და დააგემოვნონ ღვინო, ასევე ვატარებთ მასტერკლასებს. ეს ყველაფერი თავიდან რა თქმა უნდა დაიწყო ღვინით. რომ მიგვიღო მაღალი ხარისხის ღვინო, გადაწყვეტილება შეგვეძინა საუკეთესო ადგილები მევენახების გაშენებისთვის. მევენახების გაშენების პარალელურად დავიწყეთ ზრუნვა უკვე საწარმოს შექმნაზე. საწარმოს შექმნასთან ერთად დავიწყეთ ზრუნვა, რომ მოგვეძიებინა და გადაშენებას გადაგვერჩინა სხვადასხვა ქართული ვაზის ჯიშები, დავიწყეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ვაზის ჯიშების შეგროვება. ამის პარალელურად ვიყვებოდით ზუსტად
მევენახებო მეღვინეობის მუზეუმის შექმნასაც. ჩვენ შევქმნით ქვევრის ცხრიალა ღვინო, შევქმნით 450 ვაზჯიშისაგან უნიკალური სასმელი ლაზარე, 300-იანი ვაზიდან შევქმნით გენეზისი, უნიკალური ღვინო. აღვადგინეთ ისეთი ჯიშები, რომლებიც ჯერჯერობით არავის არ აქვს პირველები საქართველოში და რა თქმა უნდა მსოფლიოში საფრთხებული ვაზის ჯიშებით და რომელსაც უახლოეს ხალხი შევთავაზეთ უკვე მომხმარებელს. ვაწარმოეთ 70-ზე მეტი დასახელების ღვინოს და დღეისთვის ვყიდით მსოფლიოს 33 ქვეყანაში. ღვინის წარმოება დავიწყეთ თანამედროვე ტექნოლოგიებით და რითაც ჩვენ უცხოეთ და შემოვიდნენ სხვადასხვა დანადგარები. თუმცა ამის პარალელურად პერიოდში გაჩნდა მოთხოვნა ქვევრის ღვინოზე. ეს განაპირობა უფრო ტურისტების შემოდინების ნაკადის გაზრდა. დღეს უკვე კულტურა ღვინის მოხმარების ძალიან ამაღლდა. ეს არა მარტო ტურისტს ეხება, არამედ ჩვენ ქართველებსაც, რომლებიც უფრო და უფრო მეტად მოიხმარენ მაღალხარისხიან ღვინოს. რა თქმა უნდა, ბოთლირებულს. ძალიან სასიამოვნო ფაქტია და მისასალმებელია, რომ უამრავი ადამიანი ინტერესდება შექმნა საკუთარი მარნები და პატარა რაოდენობებით მაინც იყოს ამ საქმიანობით ჩართული მევენახეობა მეღვინეობაში. ყოველდღიურად რაღაცას ვამბობთ. ყოველდღიურად არ წყდება აქ მუშაობა, ეს აკავშირებულია საკოლექციო ვენახის გაფართოებასთან, ტურისტული კომპლექსის გაფართოებასთან. ჩვენი მიზანი ეს მარტო კომერცია არ არის. ამავდროულად ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ გატაცებაზე და საფრთხის სიყვარულზე. დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების მხარდაჭერა კავკასიის ბუნების ფონდი და საქართველოს ბანკი ამისნით გაერთიანდა და კამპანიის ფარგლებში დიდ ბრენდებს, რომლებიც საკუთარ ლოგოებში ცხოველისა თუ ფრინველის სიმბოლოს იყენებენ, მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნებას. კონკრეტულად რას გულისხმობს კამპანია, რა გახდა მხარეებისთვის ძირითადი ინსპირაცია, რა მოლოდინი აქვს კამპანიის ავტორებს და რომელი კომპანიები შეუერთდნენ უკვე ინიციატივას სტუმრებთან, CNF-ის დირექტორთან თია ბარბაკაძესთან და რუსუდან კბილაშვილთა ვისოლის პიარის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თავდაპირველად თქვენი დავიწყებ ქალბატონ თია. რა მიზანს ემსახურება ეს კამპანია? ჩვენ ზოგადად მიჩვეულები ვართ, რომ კორპორაციის ნაწილში, პასუხისმგებლობის ნაწილში, მსხვილი დიდი კომპანიები ძალიან აქტიურობენ განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რასაც ბუნების დაცვა ქვია და შემდგომ. თუმცა ეს კამპანია ძალიან მენიშნა ფრაზა, რომ ის კომპანიები, რომლებსაც საკუთარ ლოგოში გამოყენებული აქვს ცხოველის აბრევიატურა და შემდგომ. ძალიან საინტერესოა, რა მიზანს ისახავთ ამ კამპანიით, რისი ჩვენება გვინდა და მე უკვე ვისაუბროთ დეტალურად იმაზე, რეალურად რამდენად აქტიურები არიან თავად მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და რამდენად გამოყვნენ აი ამ თქვენს ინიციატივაში. ერთ-ერთ მათგანს ჩვენ აუცილებლად ჩავთავთ პირდაპირ ეთერში ვისოლის წარმომადგენლებს, თუმცა თავდაპირველად თქვენგან რომ მივიღოთ ეს ინფორმაცია. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. კამპანია მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების სისტემის მხარდაჭერას და უნიკალური გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისთვის გარკვეულ ყურადღების მიქცევას, მოდი ესე ვთქვათ, რაც ასევე შეიძლება გულისხმობდეს ჩვენს გარშემო, ბუნების გარშემო, იმ წარმატებული კომპანიების გაერთიანება, რომლებიც შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში არ, მაგრამ მათი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში თანამშრომლობენ, ან სურვილი აქვთ, რომ ითანამშრომლონ გარემოს დაცვის სფეროში. სიმართლე გითხრათ, ამ კამპანიის იდეის ავტორი იყო ერთ-ერთი მონაწილე ამ კამპანიის თავად საქართველოს ბანკი. დიახ, რომელთანაც ჩვენ ძალიან ხანგრძლივი თანამშრომლობა, პარტნიორობა გვაკავშირებს, მათთან 2010 წლიდან თანამშრომლობთ.
და დიდი სიამოვნებით ავყევით და მხარი დაუჭირეთ ამ კამპანიას. შედეგებიც მივიღეთ. ხო, რაში გამოიხატება შედეგი და როგორ დააინტერესეთ ეს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ხვები რომ დავუშვათ ამ კამპანიაში ჩართულიყვნენ იმ ჩამონათვალში საკმაოდ დიდია ჩამონათვალი, პრაქტიკულად ბევრი მსხვილი კომპანიის სახელი შემხვდა. ამიტომ საინტერესოა როგორ მიხვედით დავუშვათ როგორ დააინტერესეთ ეს კომპანიები. აქაც ისევ ჩვენს მეგობარს და პარტნიორს საქართველოს ბანკს მადლობას გადავუხდი. მათ თავად ასე ვთქვათ თავის თავზე აიღეს ამ კამპანიის ორგანიზება ლიდინგი, რასაც ქვია, მოიხსენებათ ლომი არის მათი სიმბოლიკა. ამიტომ ძალიან კარგი მარკეტინგული კამპანია წამოიწყეს, დაუკავშირდნენ წარმატებულ ბიზნესებს საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბორჯომი, ვისოლი, არაერთი უკვე სულ მცირე 8 კომპანია შემოგვიერთდა ამ ღონისძიებაში და გარკვეული სლოგანი ასეთი არის ინვოისი ბუნებისგან. ფინანსურად თუ ვიტყვით. უკვე შეგროვდა გარკვეული თანხა ამ მიმართულებით და როგორ მოხდება მე ამ თანხის გადამისამართება, ესეც საინტერესოა. თანხის შეგროვება არ არის ერთჯერადი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოსავალს წლის განმავლობაში ავიღებთ და მთავარი ის არის, რომ ჩვენი ორგანიზაციის ფუნქციიდან, მისიიდან გამომდინარე ის მაქსიმალურად სწორად გადანაწილდება და იმ კონსერვაციულ პროექტებს მოხმარდება, რომელიც ხელს უწყობს გადაშენებული ენდემური თუ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახელმწიფოს. ამ თემას აუცილებლად ბოლოსკენ კვლავაც მიუბრუნდები. ვისოლის წარმომადგენელს მინდა რომ ვკითხო, რომელიც შემოგვიერთება ახლა პირდაპირ ეთერში. თქვენ ჩაერთეთ ამ კამპანიაში. რა მიზანი გაქვთ ამ შემთხვევაში, რომ დათანხმდით ამ კამპანიაში მონაწილეობის მიღებას და თქვენთვის რით აღმოჩნდა ეს კამპანია საინტერესო? მოგესალმებით. ამ შემთხვევაში Smart-ს წარმოვადგენ, რომელიც დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტი სუპერმარკეტით არის წარმოდგენილი და ვისოლ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი კომპანია. Smart-ს 2010 წლიდან ამშვენებს ფუსფუს და მოგზაური, ესეთი ენერგიული ცოცხალი ციყვის სიმბოლო, რის გამოც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ბანკსა და Livingstones, რომ მოგვმართეს ამ პროექტში ჩართულობისთვის და ჩვენ ძალიან დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ, იმიტომ რომ სიამოვნებით დავიცავთ ესე ვთქვათ ციყვის სიმბოლოს გამოყენებისთვის ავტორო. კი ბატონო, რაში გამოიხატება რუსუდან თქვენი მონაწილეობა, ანუ რა ფორმით იქნებით ჩართულები და ამ ტიპის კამპანიები ერთია რომ დაუშვათ საიმიჯო ნაწილზე ძალიან დადებითად მოქმედებს კომპანიების შემთხვევაში, თუმცა მთლიანობაში რა ტიპის პასუხისმგებლობას გრძნობთ, როდესაც აი ამ ტიპის ღონისძიებებში იღებთ მონაწილეობას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია? დიახ, ვისოლ ჯგუფისთვის სრული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის გავრცელების კუთხით განსაკუთრებით უცხო არ არის ჩართულობა მსგავს პროექტებში. ჩვენ წლების წინაც ვიყავით ჩართული საინფორმაციო კამპანიაში, რომელიც საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ემსახურებოდა და ეს პროექტი გარკვეულად ლოგიკური გაგრძელება ამ პროექტის. ჩვენ რეგულარულად Smart-ის სახელით გავიღებთ დონაციას კავკასიის ბუნების ფონდში, რადგან ზოგადად გარემოს დაცვა ესე ვთქვათ ვისოლ ჯგუფის CSR სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ბოლო პერიოდში სიმართლე გითხრათ უფრო ჯგუფის კუთხით მზის ელექტროსადგურების განვითარებას ვახდენთ და გორში ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე ამ ეტაპზე მშენებლობა მიდის და უკვე 17 ჰექტარზე განვითარდება მზის ელექტროსადგური და ჯამში 10 მეგავატი ენერგიის გამომუშავებას შევძლებთ და მსგავსი პროექტი იგეგმება კიდე მანელში, სადაც უკვე 50 მეგავატი ენერგიის მზის მზით გამოვიმუშავებთ ენერგიას, რომელსაც მერე გამოვიყენებთ ჩვენსავე ელექტროდამტენ სადგურებზე, რომელიც წლის ბოლოს უკვე 30 ერთეული გვექნება მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, ბუნებაზე ზემოქმედების კუთხით ჩვენი პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე ასე გამოიხატება კიდევ სხვა რამდენიმე მიმართულებასთან ერთად და ციყვი რეგულარულად, ანუ Smart-ი, სადაც ციყვი
იყო ის სიმბოლოს ვიყენებთ და უკვე რებრენდინგის დროსაც კი ვერ შეველიეთ ჩვენ საყვარელ ციხს, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს Smart-ის ექსკლუზიური იმპორტის ყველაზე განსხვავებული, ყველაზე პოპულარული პროდუქტები და გზად საჭირო ყველა პროდუქტი. ამიტომაც დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ ამ ინიციატივაში და Smart-ი რეგულარულად გაიღებს დონაციას კავკასიის ბუნების ფონდში. ჩვენ ერთად შევძლოთ ავიღოთ პასუხისმგებლობა, რადგან ადამიანებისა და კერძო კომპანიების ეკავლენა ბუნებაზე ნამდვილად ყოველწლიურად უფრო მძიმეა და გარკვეული ინიციატივები და მნიშვნელოვანი ინიციატივებია რეალურად საჭირო, რომ გავუფრთხილდეთ გარემოს. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს ქალბატონ რუსტან, თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ დავუშვათ რა მოწოდება გექნება თქვენი კოლეგების მიმართ, რომლებიც ამ კამპანიას ჯერ არ შეერთებიან, რატომ არის მნიშვნელოვანი და საინტერესო რომ დავუშვათ რაც შეიძლება მეტი კომპანია იყოს აი ამ პროცესში ჩართული? დიდი სიამოვნებით მოვუწოდებ სხვა კომპანიასაც ჩაერთონ, იმიტომ რომ ჩვენთაგანმა თითოეულმა კომპანიამ, რომელიც საქართველოში ოპერირებს, უნდა მაიღოს პასუხისმგებლობა გარემოზე. მეც ეხლა სპეციალურად ბუნებიდან ჩაგერთოთ ამ წუთას ლეჩხუბში, მაღალმთიან რეგიონში, გვესოს ტერიტორიაზე ვიმყოფები და იმდენად ლამაზი ბუნებრივი რესურსები გვაქვს, რომ ამ ბუნებას გაფრთხილება ჭირდება და თითოეული კომპანიის თუნდაც მცირედი ძალისხმევა ჯამში უკვე დიდ შედეგს მოგცემს და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საქართველოს ბანკს და Livingstone's და კავკასიის ბუნების ფონდს. ჩვენ ვფიქრობ, რომ ერთად უკეთ გავუფრთხილდებით გარემოს, რომელიც სასახად ლამაზია. ძალიან დიდი მადლობა რუსუდას დავემშვიდობები და ჩვენი საუბრის ბოლოს ქალბატონთია რეალურად რა საფრთხის წინაშე ვართ მაყურებლისთვის ცხადი რომ იყოს და მათ შორის ბიზნესისთვის და კომპანიებისთვის რამდენად სერიოზულ პრობლემას ვაწყდებით, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ რომ რეალურად ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას, მაგრამ რამდენად ვაკეთებთ ამას ეს სერიოზული პრობლემაა რეალურად და ძალიან ხშირად თითოეული ჩვენგანი ეს არ ეხება მხოლოდ ბიზნესს, მოქალაქეობრივ ვალს, რამდენად სწორად ვიხდით ბუნების წინაშე, ეს კიდევ ცალკე განხილვის თემა, ამიტომ სწორედ ამიტომ ვკითხულობ, რამდენად სერიოზულ პრობლემის წინაშე ვართ ამ ნაწილში და რა არის გასაკეთებელი, რომ ამ ტიპის კამპანიები რომ ბევრი გვჭირდება ეს ცალსახა, თუმცა რა ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი იმისთვის, რომ აი ამ ტიპის პრობლემები, რომელსაც დღეს რეალურად სახეზე გვაქვს ბუნებასთან მიმართებაში, მაქსიმალურად იყოს აღმოფხვრილი და მაქსიმალურად სიტყვა ვუფრთხილდებით გარემოს და ბუნებას რეალობა იყოს და არ იყოს უბრალოდ ლოზუნგისთვის სათქმელი ფრაზა. მადლობა. პირველ რიგში გარემოს დაცვა, რა თქმა უნდა, არც ლოზუნგი უნდა იყოს და არც ერთჯერადი კამპანია, ეს უნდა იყოს და ზოგიერთი ჩვენგანისთვის არის კიდევაც ცხოვრების სტილი. ყოველდღიურ ცხოვრებაში რამდენად მომჭირნეთ დამზოგავად მოვიხმართ ბუნებას, ბუნებრივ რესურსებს, ეს უფრო ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი კამპანია. გარკვეული კვლევები არსებობს, რომ ეკოსისტემური ღირებულება, რომელიც ჩვენს ბუნებას გააჩნია, გვაწვდის ყველაფერს. ეკოსისტემა არის მხარდამჭერი, არის მომარაგებელი, მარეგულირებელი და ასევე კულტურული ფასეულობა. კაცობრიობა წლების და საუკუნეების განმავლობაში მომხმარებელი არის ამ ყველაფრის. რას ვუბრუნებ ბუნებას უკან? გამოდის რომ მხოლოდ ნარჩენებს. ბუნებას რამდენად აქვს იმის უნარი, რომ უზრუნველყოს ჩვენი ცხოვრების სტილი, ხას უსვამ ცხოვრების სტილი და არა საარსებო მინიმუმი და შემდეგ გადაამუშაოს ჩვენს მიერ წარმოებული ნარჩენი, აქ არის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, გამყოფი ხაზი. ამიტომ რაც უფრო გააზრებული იქნება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ეს პირველ რიგში წარმატებულ ბიზნესებსაც ეხება, მით უფრო ნაკლები ხელოვნური ჩარევა დაჭირდება ბუნებას აღდგენისთვის. არის გარკვეული მონაცემი, რომლის მიხედვითაც დღეების მდგომარეობით ფაქტიურად კაცობრიობა მოიხმარს ეკოსისტემურ ღირებულებას, ანუ საჭიროებს 1.7 დედამიწას. მე მგონი საგანგაშო მაჩვენებელი არის. 1 დედამიწაში 1.7 და 2 დედამიწა არ არის. ამიტომ კორპორაციებს, ფიზიკურ პირებს მოუწოდებთ, რომ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაზოგონ ბუნება, თუნდაც იგივე ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით, ნაკლებად დააზიანონ, რადგან დაკარგულის აღდგენა ბევრად უფრო
ძვირია, ბევრად უფრო მეტ ენერგიას და რესურსს მოითხოვს, ვიდრე არსებული შენარჩუნება. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ ამ და სხვა კამპანიებში, რასაც დაცული ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვა ჰქვია. ძალიან დიდი მადლობა, თია ბარბაკაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. მე ამით გემშვიდობებით დღეს შევხვდებით ერთმანეთს ორშაბათს, მშვიდობიანი შაბათი კვირა ნახვამდის.